მოგესალმებით. მე ვარ ანი და ტრადიციულად თქვენ მოხვდით ჩემს არხზე. მოკლედ ეს არხი მაქვს გაკეთებული ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით ალბათ ესე 6-7 წელია. და ნუ ამ არხს ვიყენებდი ხოლმე, უბრალოდ რაღაც ვიდეოებს ვიღებდი, სადმე რომ მივდიოდი ამ ბუნებაში და შემდეგ. და ნუ მე ამ ვიდეოებს ვაწყობდი ხოლმე, რაღაც სიმღერებს ვადებდი, ვაედიტებდი და მე ვდებდი, სადაც მე არ ვჩანდი, რა თქმა უნდა. ხო, მე უკვე რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბოლო დაახლოებით 1 წელია რაც დავიწყე უბრალოდ ვიდეოების გადაღება, ვლოგების გადაღება და ამ ვლოგებს უზიარებდი მხოლოდ ჩემს საყვარელ ადამიანებს და ახლო მეგობრებს, აი ძალიან ახლო მეგობრებს მხოლოდ და ოჯახის რამდენიმე წევრსაც. ხო, და ნუ მე ამ ვიდეოებს ვიღებდი ხოლმე, ეს იყო უბრალოდ რაღაცა საღადაო ვიდეოები, სადაც ვითომ ვლოგს ვიღებდი. აღარ ძალიან სერიოზულად რა, ნუ ამაზე არ ვღადაობდი, მაგრამ ნუ ჩემს მეგობრებს ვანახებდი ჩემს ცხოვრებას. როგორი იყო ანი უნივერსიტეტის გარეთ, ან რაღაც ასე შემდეგ, ხო. და რას ვაკეთებდი ყოველდღიურად. მაგრამ მე ჩემს მეგობრებს ეს ვლოგები ძალიან მოსწონდათ და მეუბნებოდნენ, რომ დამეწყო უკვე ამ ვიდეოების ატვირთვა. ხო, მაგრამ მე ამას ვერ ვისკავდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეხლა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა და ამ ცვლილებებთან ერთად ერთი ცვლილებაც უნდა მოხდეს, რომ ვცადო ამ ვლოგების პაბლიკზე დადება. ხო, მაგრამ სანამ პაბლიკზე დავდება ამ ვლოგებს და სანამ უშუალოდ ვლოგებზე გადავალ, მე ჯერ უნდა გავაცნო ჩემს საზოგადოებას, ვინც მეყოლებოდა მომავალში. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ისევ ჩემი მეგობრები იქნებიან, მაგრამ ნუ არა უშავს ოპტიმისტურად განვეწყოთ. ხო, რა თქმა უნდა, გავაცნო საკუთარი თავი, ჩემი თავი უნდა გავაცნო, ხო, ამ ხალხს. და ეხლა ვეცდები, რომ რაღაცნაირად ძალიან მოკლე შესავალი გავაკეთო, ვინ ვარ, საიდან ვარ, რას ვაკეთებ, ახალსად ვარ და ზოგადად, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ინფორმაცია, ეს მოვყვერო. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, მე ვარ ანი და ვსწავლობ TSU-ში, ნუ ამჟამად TSU-ში არ ვარ, მაგრამ ზოგადად ვსწავლობ TSU-ში. ვარ 20 წლის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგრამ ჩემი სპეციალობა არის ფსიქოლოგია. უკვე მესამე კურსზე ვარ და ამ სემესტრში ვსწავლობ ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში. ერასმუსით წამოვედი. და მოკლედ, როცა ამ ყველაფერს ვეძებდი, ნუ სანამ ჩავაბარებდი მოკლედ TSU-ში ჯერ ერთი ომი გამოვიარე იმაზე, რომ გამერკვია სად ჩამებარებინა და რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და მოკლედ ვეძებდი ამ ინფორმაციას ხან TSU-ს ფსიქოლოგიაზე, ხან ზოგადად TSU-ზე და TSU-ზე ისეთი, ესე ვთქვათ, ამბივალენტური დამოკიდებულება მესმის ყველასგან, რომ აი არ ვიცი. ძალიან რთული არის ზოგადად მაგალითად მიღება, იმიტომ რომ გამოსტილი მაქვს. და ნუ მოკლედ ყველასგან რაღაც სხვა დამოკიდებულება მესმოდა, ზოგი სხვა ფაკულტეტის ბავშვები მეუბნებოდნენ, რომ არა, ზოგი მეუბნებოდა კი და ნუ ეს ფაკულტეტებს შორის რაღაც განსხვავებები რო იყო, მოკლედ ძალიან ჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გული მიგრძნობდა და მთელი აბიტურიენტობის პერიოდში ერთადერთი უნივერსიტეტი მეწერა და ერთადერთი ფაკულტეტი ეს იყო TSU-ს ფსიქოლოგია და საბოლოო ჯამში ეგრე გაგრძელდა მთელი აბიტურიენტობაც და ბოლო პერიოდში უკვე ქულების რო დაიდო და უკვე საბოლოო სიავრომდეც შეგვედგინა, მე მეწერა მარტო TSU-ს ფსიქოლოგია და ძალიან გავრისკე, მაგრამ საბედნიეროდ მოვხდი და მოკლედ ვსწავლობ ფსიქოლოგიაზე. როგორც უკვე გითხარით. და TSU-ში მოკლედ ჩავაბარე რა, გავრისკე. და მოკლედ ჩემი ომი დაიწყო, პირველი ომი იყო ეს. მე უკვე გადავედი მეორე ომზე, რომელიც იყო უკვე გაცვლით პროგრამით სადმე წასვლა. და ნუ მე ამაზე ინფორმაციების, რომ ქვეყანაში წახვიდე, ასე შემდეგ, ნუ ეს ინფორმაციებიც საკმაოდ იშვიათი არის ქართულ ენაზე, სამწუხაროდ. და ესეთი ჭირდა ხოლმე და ინგლისურ ენაზე ყველა ადამიანს სხვადასხვა გამოცდილება ჰქონდა, ვიღაცები ევროპულ ქვეყნებიდან მოდიოდნენ, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ასე შემდეგ და იმაც კიდე სხვა გამოცდილება აქვს და ჩვენ კიდე სხვა გვაქვს. იმ ქვეყნების შვილებს, რომლებიც ევროკავშირში, ანუ ევროკავშირის წევრები არ არიან. და საბოლოო ჯამში მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა შემხვდა აი ამ მანძილზე და სულ იყო ეს ინფორმაციის დეფიციტი.
მე უკვე ვიზის აღების პროცესი იყო რაღაცა ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ისეთი ქვეყნის ვიზა მჭირდებოდა, რომელიც ანუ რომლის საელჩოც საქართველოში არ გვაქვს, სამწუხაროდ, ბელგიის საელჩო არ გვაქვს საქართველოში და მეუბნებოდნენ, რომ თურქეთში უნდა წავსულიყავი. და ნუ მოკლედ აი ძალიან ბევრი პრობლემა იყო, სადაც ყოველთვის ვაწყდებოდი ინფორმაციის დეფიციტს, რა, ანუ რაღაცა მიუხედავთ იმისა, რომ ნუ გავიგეთ ეს გლობალიზაცია, ინტერნეტი, ისა ესა, მაგრამ ანუ არ დევს ეს ინფორმაცია, ის ინფორმაცია, რაც აი მართლა პრაქტიკული რაც არის რა, ნუ ეს ზოგადი რჩევები, რომ ძალიან ის მოტივირებული უნდა იყო, რომ ერასმუსით სადმე წახვიდიან თესეუში თუ გინდა ფსიქოლოგიაზე რომ ჩააბარო, თესეუში მკაცრი ლექტორები არიან, აი ეს ინფორმაცია არ არის პრაქტიკული, ხო? აი პრაქტიკული თვალსაზრისით ის ინფორმაცია ადამიანი რომ დაგიჯდება და რომ მოგიყვება თავის პირად გამოცდილებას, ეს ინფორმაცია ძალიან იშვიათი იყო და ყოველთვის აი ამ პრობლემას ვაწყდებოდი, რომ რაღაცა არიდო ეს ინფორმაცია მოკლედ რა. და ძალიან მიჭირდა ხო და ეხლა ანუ მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი, რომ მეთქი ხო არ გავაკეთო ისეთი არხი, სადაც აი ამ ჩემს ყველა გამოცდილებას მოვყვები და მექნება შანსი, რომ ამ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება უნდათ ფსიქოლოგიაზე ჩაბარება, გაცვლის პროგრამით სადმე წასვლა საქართველოდან, ისეთ ქვეყნის ვიზის აღება, რომელიც საერთოდ საქართველოში არ გვაქვს, აი ესეთი დეტალები, ფსიქოლოგია გინდა თუ არა გაიგო, აი ესეთი რაღაცეები, იქნებ თავი მოვუყაროთ ხო ვიდეოებს, რომ აი ეს ჩემი ცოდნა რაც დამიგროვდა თავისთავად, რაღაცნაირად გავაზიარო და ხო გავაზიარო, უბრალოდ გავაზიარო და იქნებ ვიღაცას დაეხმაროს. ნუ შეიძლება არავინ არ მიყუროს ახალმა და ისევ ჩემ მეგობრებს მოუწიოთ ამ ყველაფრის ნახვა, მაგრამ მეგობრებო, გამორთეთ მაშინ ეს ვიდეო, იმიტომ რომ თქვენ ეს ყველაფერი უკვე იცით. ხო და რა ვიცი, ანუ მართლა იქნებ ვიღაცას რაღაცაში დაეხმაროს ეს ჩემი ვიდეოები და მაგის იმედად ვარ, რომ ვიღაცას ერთ ადამიანს მაინც რაღაც ცოტა გაუმარტივებს გზას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზოგადად ცოტა გაგიმარტივებთ რაღაცას და ასე შემდეგ რა მოკლედ. ხო, ამიტომ ვფიქრობ, რომ გავაკეთო ესეთი ვლოგი, ანუ ბლოგი, თუ ეს ამებში ჯერ არ ვარ კარგად გარკვეულებს, მაგრამ მგონი ჩემი ბლოგი. და მოკლედ აი ამ ჩემს ბლოგზე, აკაუნტზე იქნება განთავსებული მსგავსი ინფორმაცია, როგორც უკვე აღვნიშნე. და რა ვიცი, მედია დაგაინტერესდებათ. და ხო, მინდა დაგაინტერესდეთ.